საღამო მშვიდობის და ყველას მოგესალმებით რუსთავიორის ერთგულ მაყურებლებს ლოტო 642-ის მოთამაშებს ყველას ვინც თვალს ადევნებთ ახლა ტელეკომპანია რუსთავიორს წყრის ნახევარს უკვე კარგად გადასცა რაც რა თქმა უნდა იმას ნიშნავს რომ საქართველოს ეროვნული ლოტარია ლოტო 642 დაიწყო და ისევე როგორც ყოველ სამშაბათს და პარასკევს დღესაც ჩვენ შევეცდებით რომ გავათამაშოთ სოლიდური მსხვილი ძალიან მიმზიდველი თანხმოები მით უმეტეს ახალი წლის მთავარ სიმბოლოს ნაძვის ხელს შენიშნავდით სულ რაღაც რამდენიმე დღეში 2025 წელი შემოაბიჯებს, რაც რა თქმა უნდა იმას ნიშნავს, რომ ეს მსხვილი თანხები ახლა ყველა ოჯახს განსაკუთრებულად ჭირდება, იმიტომ რომ ბუნებრივია უნდა შევიძინოთ საჩუქრები საყვარელი ადამიანებისთვის, მშობლებისთვის, შვილებისთვის და აბა თქვენიცით ახლა დაემოვართ კაც იღბალს მიზანში, იმიტომ რომ ძალიან მინდა გათამაშდეს ჩვენი ჯეკპოტი, რომელიც ახლა გავაჟღერებ რამდენს შეადგენს, თუმცა ალბათ დაინახავდით კიდეც ძალიან მკაფიოდ ჩანს, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ შეგახსენებთ 1,884,986 ლარია ჩვენი ჯეკპოტი. მეორე საპრიზო კატეგორიაშიც საკმაოდ კარგი თანხა მოგვიგროვდა 109,000 ლარს გასცა და გასულ გათამაშებაში ჩვენ გავათამაშეთ 10,000 ლარი და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ასეთივე იღბლიანი იქნება დღევანდელი საღამო. დრო ცოტა, ამიტომ უნდა ავითვალო სასწრაფოდ 3, 2, 1 და ჩვენს იღბლიან ღილაკს დავაჭირო ხელი. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ დღეს გამიხარდება მეც, გაგიხარდება თქვენს და აი ის ადამიანები, რომლებმაც შეიძინეთ ბილეთები, რომელიმე თქვენგანს ძალიან გაუმართლებს. პირველმა მომგებიანმა ბურთმა უკვე გახსნა დღევანდელი კომბინაცია, ის გახლავთ ყვითელი ფერი 6 რიცხვი და ლურჯი ფერი წამოგვეწია 26 შემოგთავაზა ამჯერად ჩვენმა ლოტოტრონმა და დაველოდოთ მესამე მომგებიან ბურთს და აი ისიც უკვე გამოჩნდა, ჩამოვარდა, მოგორდა ჩვენამდე 30 გახლავთ მესამე მომგებიანი ბურთი. ველოდებით უკვე მეოთხე მომგებიან ბურთს, რომელიც ასევე ადგილზეა, მოგორდი მომგებიანი ბურთი გახლავთ 38. და ამჯერად გვჭირდება მეხუთე მომგებიანი ბურთი. ყვითელი რაღაცნაირად დღეს დომინირებს. 41 გახლავთ მეხუთე მომგებიანი ბურთი და ველოდებით უკვე მეექვსეს, რომელიც თქვენ კარგად იცით, რომ ჯეკპოტის შემთხვევაში არის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი და ის გახლავთ 11. დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენს ოჯახებში ახლა ჟრიამულია გიხარიათ და ამ შედეგებს ბუნებრივია ჩვენ მალე გავიგებთ. მანამდე ბონუს რიცხვი უნდა გითხრათ, 22 გახლავთ ბონუს რიცხვი და მე ტრადიციას რა თქმა უნდა არც დღეს დავარღვევ და მომგებიან ბურთებს კიდევ ერთხელ გადავიმეორებს და შეგახსენებთ. მაშ ასე 6, 26, 30, 38, 41, 11 და ბონუს რიცხვი გახლავთ 22. მე ყველას გისურვებთ წარმატებებს, შედეგები როგორც უკვე გითხარით, ძალიან მალე რამდენიმე წამში წამოგვეწევა და იმისთვის რომ ჩავერთოთ საქართველოს ეროვნული ლოტარიის ლოტო 642-ის გათამაშებაში, ამისთვის ბუნებრივია გჭირდება რა თუ არა ბილეთები. ბილეთის შესაძენად თქვენ ბევრი სხვადასხვა გზა არსებობს და შეგიძლიათ მიმართოთ როგორც ციფრულ სამყაროს და ელექტრონულ ვერსიით შეავსოთ ბილეთები, ასევე მიმართოთ საქართველოს ეროვნული ლოტარიის სერვის ცენტრებს, ლოტოს ჭიხურებს, რომელიც განთავისებულია საქართველოს მასშტაბით და არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე მისამართი, როდესაც ვსაუბრობთ ელექტრონულ ვერსიაზე 3w.loto.g და შემდეგ უკვე დაელოდოთ ყოველ სამშაბათს და ყოველ პარასკევს და მე ავნერვიულდი, იმიტომ რომ მე მგონი ამის მიზეზი არის და ისიც. ვაიმე რა კარგია, როგორ მიხარია მეორე საპრიზო კატეგორია გათამაშდა 109,222 ლარი, რომელიც მოიგო ერთმა ადამიანმა. არ ვიცით ჯერ ვინ ხართ, სად ხართ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში გილოცავთ, ამ დღეს ძალიან ველოდებოდით, გვინდოდა რომ ჯეკპოტიც გათამაშებულიყო, თუმცა მთავარია რომ აი ეს მსხვილი თანხა ამ წინა სახალხო პერიოდში გათამაშდა და ლოტო 642-ის ძალიან ერთგული მომხმარებელი გავახარეთ. გილოცავთ კიდევ ერთხელ, ჩვენ ამ ადამიანს რა თქმა უნდა, იმედი მაქვს რომ უახლოეს დღეებში გავიცნობთ, მე ახლა ბედნიერ საღამოს გისურვებთ ყველას და მოკლედ აი ესეთ კარგ ნოტაზე გემშვიდობებით, ნახვამდის.